როგორ გზას ვიწყებთ წელს უკვე ალბათ პანკისის ხეობიდან ამოვიდა უფრო კარგი გზას რომელიც 12 თვე იმუშავებს და მუდმივად იქნება კომუნიკაცია ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი პირობების გვინდა რომ მაქსიმალურად გავამჯობესო. დღის მდგომარეობით ვერ მოხერხდა კონტრაქტორი კომპანიის მიერ საინჟირო გადაწყვეტის მოწოდება, რომელიც დამხვედრაში იქნებოდა პარამეტრების დაცვით, მინიმალური პარამეტრების დაცვის მაინც ამ მონაკვეთზე გზის მშენებლობისათვის. იქ არის საუღელტეხილო გადასასვლელი, რომელზეც გადასვლა ვერ ხერხდება, იქ არის სერპანტინემის მონაკვეთი, რომელზეც ასვლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ გზა შეიძლება გაჭრა ყველგან 21 საუკუნეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არის სტანდარტების შესაბამის გზასთან. არანაირი სირთულე არ არის, ჩვენ ვიცნობთ ამ მონაკვეთს, თვითონ მე პირადად ვიცნობ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ყოფილი მონადირე ვარ, მთლიანად მოვლილი მაქვს ეს მთები, ეს ვიცი საით როგორ უნდა გავიდეს და აბსოლუტურად რაიმე ისეთი რელიეფური არ არის, რაიმე სირთულე რომ იმ გზის გაყვანასთან. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან და ძალიან დადებითად შეხვდა, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ გზა უკვე დაიწყებოდა და აი ცაზე მეხის გავარნასავით ჩავარდაო ასეთი ინფორმაცია მივიღეთ და ასე ვთქვათ ძალიან შეწუხებულები, დამწუხრებულები ვართ. აი ახლა ეს უკვე საინტერესოა, რატო ამბობენ უარს, იმიტომ რომ მე ძალიან მაოცებს ის ვინც წინააღმდეგია პანკისზე ამ გზის გაყვანისა, ესენი უმცირესობაში არიან. პანკისში 17 სოფელია, ზემო ალვანის დაუმატო 18 სოფელია და მარტო ქვემო ალვანელები არიან ამ გზის გაყვანის წინააღმდეგნი. ჩვენ დაუკავშირდით ასევე ამ ხორვალტულ კომპანიას და მათ გითხრეს რომ როგორც წესი უნდა ყოფილიყო ამ პროექტის განხილვა და მათ უნდა მისცემოდა შესაძლებლობა ამ თავისი პროექტის დაცვის, მოესმინა შენიშვნები, რა შენიშვნები აქვს დეპარტამენტს. ეს არის წესი ასეთი, თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განხილვა არ მომხდარა და უკვე აკეთებს განცხადებას, რომ ეს გზა აღარ გავა. კითხვები არის შემდეგი. რატომ დაანონსდა ეს გზა ასეთი ზარზეიმით ვიმეორებ და რატომ ჩავარდა ასე სამარცხვინოდ? ეს არის ძალიან დიდი გაწირვა პანკისის ხეობის მომავლისა, რადგანაც ჩიხურ მდგომარეობაში არსებული პანკის ხეობა განვითარების რაიმე პერსპექტივას მოკლებული იქნება თუ ეს გზა არ გაკეთდა. ამიტომ ჩემი აღფრთოვანება უაღრესად დიდი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააჯაროდ, სახალხოდ გამოაცხადა ამ გზის გაჭრის აუცილებლობაზე და პერსპექტივაზე, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ დღეს ვარ უნდა გითხრათ ძალზე დათრგუნული და უდიდესი პესიმიზმის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ძალიან განიცადა ის ფაქტი, რომ ჩავარდნაზეა საუბარი ამ გზისა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ უდიდესი, ასე ვთქვათ, გულის ტკივილი მაქვს ამ საკითხის გამო. მიმაჩნია რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბის პროექტი და ამ პროექტზე ასე ხელაღებით უარის თქმა არის არასწორი მცდარი ნაბიჯი და უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის რომ ეს პროექტი განხორციელდეს რეალობაში, რომელიც საქართველოს მოუტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, მათ შორის ტურიზმის განვითარების კუთხით, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და ეს სცილდება არაერთი თემის, არაერთი რეგიონის, არამედ თუნდაც კახეთის კუთხის მასშტაბებზე და საქართველოს მასშტაბებზე ვრცელდება.